მოგესალმებით, გთავაზობთ სტივენ გრირის მეოთხე პოდკასტს. Добро пожаловать на подкаст доктора ის იმყოფება გეტყვით ახალ სტივენ გრირი იმყოფება სტუმრად მაიკ აქ კარგად არ ჩანს ასოები ფაზალა თუ რაცხაც ამდაგვარი გვარია სამკაც მე გეტყვით კიდევ გავარკვევდა ოშემ სტუმრათა მაიკლ ფაზალა შოუზე ეპიზოდი მეოთხე უკაცრავად მაიკლ მაცელას შოუზე სტივენ გრირი იმყოფება მაიკლ მაცელას შოუზე მაიკლი ეუბნება სტივენს მე დღეს რამდენიმე კითხვას დაგისვამთ დოქტორ გრირი მე მოხარული ვარ რომ დღეს ჩვენთან ხართ რით გინდოდა დაგეწყოთ საუბარი სტივენ გრირი პასუხობს მე ჯერ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ყველას ვინც ახლა ჩვენ გვისმენს მადლობა იმისთვის რომ მე აქ ვარ და მე გთხოვთ გააზიაროთ ეს ვიდეოები და სილკა გაავრცელოთ რადგან ჩვენ გვინდა ყველას მოუყვეთ იმ მოვლენებზე რომელიც უნდა მოხდეს ამ წელს ყველა ვისთანაც მე მქონდა ურთიერთობა ამერიკის მთავრობაში ამბობენ რომ ეს იქნება ინფორმაციის გახსნის წელიწადი ეს 2025 წელი ჯერ ყველაფერი ხდებოდეს იქნება ნელ-ნელა თანდათანობით შემდეგი აჩქარდება ყველაფერი ჯერ ეს მხოლოდ საწყისია ყველაფრის და ზოგი ინსაიდერები ვინც ეხმარება გახსნის საქმეს ნახევარი გამოსულია ინტერვიუებით მაგრამ არიან ისეთები რომლებიც ჯერ დუმლარიან შემდეგ იქნება კიდევ ღონისძიებები რომლებიც ჩატარდება იმის იქიდან გამომდინარე თუ როგორ მოიქცევა ახალი კონგრესი ახალი ადმინისტრაცია დღეს კი მინდა ყურადღება კონცენტრირება გავაკეთო სხვაობაზე მე ამას დავარქმევდი სამხედრო ან კორპორატიული ფსი კონტაქტს NLO-სთან და კონტაქტი C5 რაშია განსხვავება და რატომ გინდა ჩვენ დავამყაროთ კონტაქტი E5-თან და სამხედროელებთან ფიქრობ ადამიანებს ჭირდებათ ახსნა ამ საკითხში გავაგებიოთ მათ რადგან ახლახან ესე იგი გავრცელდა ინფორმაცია სამთავრობო პროგრამებზე სტივენ გრირი ყვება რაღაც პრილაშენიაზე C5 არ ვიცი რა არის ეს პრილაშენიები ეს ფუნქციები სმარტფონში დებსო ეს არის სწავლების მთელი პაკეტი გაცნობიერების აღთქმისა სწავლებისა დისტანციური დაკვირვების დისტანციური კონტაქტისა მომეცით ნება აგიხსნა თუ საიდან ვიღებ მე ჩემ კომენტარებს ეს ბევრს გაუცრუბებს იმედებს მაგრამ მე გავფრთხილებთ თავიდანვე 1991 წელს მედავწერე სტატია რომელიც ჩავთე ჩვენ პირველ წიგნში სტატიის დასახელება არამიტერი კონტაქტი პლუსები და მინუსები რა შეიძლება მიიღო უცხო პლანეტებთან კონტაქტის შედეგად ეს წიგნი გამოვიდა 90-იან წლებში ერთ-ერთი ჩემი სტატიის დასახელება იყო ყველა მხრივი NLO-ს ამოუცნობის იგი ობიექტების ყველა მხრივი შესწავლა შეფასება და ახლა ამ სტატიის დასახელება არის არა კაცობრიული
გონება. იქ მე ჩავატარე რიგი ანალიზები, როგორც კი სტატია გამოჩნდა ინტერნეტში. ეს სტატია შენიშნეს აეროკოსმოსურ სფეროში, CERN და სხვა ორგანიზაციებში. მე მივიღე ინფორმაცია პირდაპირ მათგან. დოქტორი რობერტ ვუდსი გახდა მოწმე ჩვენ პროექტში გახსნა. ის მუშაობდა მაკდონალდ დუგლასთან ერთად და მისტერ მაკდონალდს, რომელიც იყო მაკდონალდ დუგლასის კომპანიის შემქმნელი, მას დავალეს ამ დუგლას ტექნოლოგიების და აგრეთვე ფსი შესაძლებლობების შესწავლა, აგრეთვე ტექნოლოგიებისა ფსი შესაძლებლობების შესწავლისა 1960 წლებში. ამიტომ, როდესაც მან წაიკითხა ეს ამომწურავი შეფასება, მან ნახა თავი დასახელებით გაცნობიერებული ტექნოლოგია და ნახა წაიკითხა ტექნოლოგიებზე, რომლებსაც შეუძლია ცნობიერების გაძლიერება. ეს მუშაობს ორივე მხარეს. მე ამას დავარქმევდი ასე. ტექნოლოგია, რომელიც აძლიერებს ცნობიერებას და ცნობიერება, რომელიც აძლიერებს ტექნოლოგიას. 1993 წელს, როდესაც მე ვიყავი 18 წლის, უკაცრავად გამექცა, რომელი წელი თქვა არ მახსოვს, მოიცადეთ? ხო, გავარკვია. მე შემეშალა იქ 1993 წელი ვთქვი. როდესაც მე ვიყავიო, სტივენ გრირი ამბობს, 18 წლისო, 1973 წელსო. მე მქონდაო კონტაქტი არ ადამიანულ უცხოპლანეტარულ ცივილიზაციასთანო. და ერთი წლით ადრე მე მქონდაო სასიკვდილო გამოცდილება. და მე დავიწყე შესწავლა თუ რა არისო ცნობიერება და რა არისო ჩვენი სული, ჩვენი დიდი სული. მე გავხდი მოყვარული მკვლევარი ცნობიერების, რომელიც ეძებდა სტატიებს, ინფორმაციას ცნობიერებაზე, კვანტური არეულობისა, კვანტური ჩახლართვისა, სადაც ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. 1973 წელს მე ვიყავი ჩრდილო კაროლინას მთებში და წავედი მედიტაციისთვის განცალკევება მომიდაო მედიტაციისთვისო. მე ავედი სიმაღლეზე 5.2 მეტრისა და დღე იყო კრისტალურად ნათელი და იქ მე ვნახე რაღაც ენლეო, რომელიც გამოჩნდა სამხრეთ დასავლეთით. მზის ჩასვლამდე მატერიალიზაცია განიცადა, ჩემ წინ გაფრინდა და გაქრა. მედიტაციის ბოლოს მე გამოვედი ჩაყვინთიდან, რადგან ვინც მედიტაციას ატარებს, ღრმა ჩაყვინთას აკეთებს, იჯერება თავის თავში და შემდეგ გამოდის. და მეც გამოვედი ამ მდგომარეობიდან. მე ვიგრძენი ერთობის ძალაო, ჩემი თვალები იყო ღია და თავში გამიელვაო აზრმა, ნახე რა კარგი სამყარო შექმნა შემქმნელმა, ნახე რა ლამაზია ირმის ნახტომი, გალაქტიკა ირმის ნახტომი. სტივენ გრირი ამბობს, მე თითქოსო მე და კოსმოსი შევერწყმეთ ერთმანეთს, მაგრამ ამავე დროს მე ვიმყოფებოდიო ჩემს სხეულში. მე მახსოვს, რომ ეს იყო 1973 წელიო. და მე იმ მომენტში არაფერი ვიცოდი არც ფიზიკაზე, არც ენლეოზე და არც ცნობიერებაზე. მე სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა და მე ვიყავი კოლეჯის პირველ კურსზე. ამის შემდეგ მე შევამჩნიე, რომ გორაკის უკან რაღაც ანათებს. და ეს იყო ის საცება, რომელიც მე ვნახეო, სანამ მედიტატიურ მდგომარეობაში შევიდოდიო. და ის უცებ ჩემ წინ აღმოჩნდაო. ეს იყო ადამიანი, რომელიც ჩემ წარმოდგენაში იყო ირემი. მას ჰქონდაო ლამაზი მინდალისებური თვალებიო.
ის მომიახლოვდა და შემეხო. მე მეცვა კურტკა, რომელსაც ატარებენ ციგებზე, ვინც დგება. ხო, ვარჯიშების დროს მათაც შეათ ასეთი კურტკა მეცვაო, რადგან იყო სიცივეო. მე ჩამოვიდიო კანადიდან, სადაც ღამით იქაც სიცივეაო კანადაში. იქნებოდა 30-40 გრადუსი. შემდეგ ეს არსება გახდა უხილავი და შეეხო ჩემ მხარესო. თუმცა ის არ ჩანდა, მაგრამ მე მისი შეხება ვიგრძენიო. ამის შემდეგ მე მოვახდინე დემატერიალიზაცია და მოგზაურობაში წავედიო. მე მეგონა გავიდა 30-40-45 წუთი, მაგრამ თურმე გასულა 3-4 საათი. მაგის შემდეგ დავიწყე მე შესწავლა და მედიტირება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ინიციატივას და 5 კონტაქტს. და ეს წყარო არის წყარო ამ 5 კონტაქტისა. ეს ის არ არის, რისი მოყოლა მინდა მე თქვენთვის. მე უბრალოდ მოკლედ მოგიყევით, რომ წარმოდგენა გქონდეთ. მე ხალხი მეუბნება, რომ შენ გაგიტაცეს, მე ვამბობ, რომ არა, მე არ გავტაცნივარ არავის. მე დამიკავშირდნენ, ეს კი დიდი სხვაობაა. მე გატაცება კი არა, მე მქონდა კონტაქტი. ყველაზე საშიში ხალხი არის ЦРУ. ЦРУ-ში ვინც მუშაობს და მე წუხარ თუ თქვენ ეს აქამდე ვერ გაიგეთო. ჩვენ რასაც ახალ ხსნით, ჩვენ ამას ესე იგი ჩამოვრჩით 30 წლით. ასე რომ დაეწიეთ, იჩქარეთ. მე ვგულისხმობო, რომ მატარებელი უკვე წავიდაო, ახლა სხვა ნაწილი. დრო მიდის და იმ დროისთვის, როდესაც მე დავიწყე ეს პროექტი, 1990 წელს, ეგ უკვე სხვა პოდკასტია, მაგრამ ჩვენ ამ პოდკასტს კიდევ დავუბრუნდებით. მე გამოვტოვებ ბევრ ინფორმაციას, რადგან ცოტა დრო გვაქვს. მე გადავწყვიტე, რომ ეს იქნება სამშვიდობო კონტაქტი უცხო პლანეტელებთან. ასე გამოჩნდა კონტაქტი C5. ზოგისთვის ეს გაუგებარია, მაგრამ ჩემთვის გასაგებია და ნათელია. 1990 წელს ზაფხულში მე ვიყავი რამდენიმე უფოლოგიური ორგანიზაციის შეხვედრებზე, კონფერენციაზე, სადაც მე გამომიჭერეს ბიჭებმა ЦРУ-დან, მაგათმა რაღაცნაირად გაიგეს მე ვინ ვიყავი, მათთვის მე ვიყავი ნაკლებად ცნობილი, უბრალოდ მიცნობდნენ როგორც ექიმ ტრამატოლოგს და იცოდნენ რომ სასწრაფოზე მუშაობდი. მე ვიკითხე საიდან მიცნობთ. რაღაცნაირად მე მოხვდი მათ მაგ თვალის ველში. მეორე წელს მე გავემგზავრე სხვა კონფერენციაზე, სადაც მე მომიწვიეს მონაწილეობის მისაღებად. მათ მითხრეს, ჩვენ ან მოქმედი თანამშრომლები ვართ, სადაზვერვო ორგანიზაციის, ან ყოფილი თანამშრომლები სადაზვერვო ორგანიზაციის. მე არ ვაპირებ ამის თქმას, თუ რა ორგანიზაცია იყო. მათ უნდათ რომ მე ყოფილიყავი, გავხდარიყავი დირექტორების საბჭოს წევრი, მაგრამ მე ვარ ვთქვიო. უთხარი რომ ეს არ მაინტერესებსო. და მაგ დროს ჩემთან მოვიდა ადამიანი, რომელიც იყო ბებერი ბუზღუნა, წყინვალე მეცნიერი, რომელსაც ასაკი იყო 4 წელზე მეტი, მაგრამ ეს იყო 1956 წელს. ახლა კი დაფიქრდით, 1956 წელს, როდესაც მე დავიბადე, იმ მომენტისთვის მე ვიყავი 1 წლის. და წინ წასული განვითარებული ელექტრონიკის დახმარებით თქვენ გაგიადულდებოდათ ცნობიერების გადასვლა და ყველაფერს დააკვირდებოდით საჭირო განსომილებისა მანძილიდან და შეგეძლოთ დისტანციურად გემართათ მოვლენები აზრის დახმარებით, აზრთა ფორმების დახმარებით ნებისმიერ მანძილზე. ეს იყო ტექნოლოგია, რომელიც შექმნა ადამიანმა და ეხმარებოდა ცნობიერებას. და აგრეთვე ეს იყო ცნობიერება, რომელიც ეხმარებოდა სხვა ტექნოლოგიებს მუშაობაში. ის იყო სამ განზომილებიანი ობიექტი და ზეგავლენას ახდენ მათზე.
ეს იყო ორივე ერთად. და ამ მეცნიერმა შემომთავაზა ეს მე, რადგან თქვა რომ მალე მოგდებიო. ეს არის 1991 წელი. მან აღიარა ეს 1956 წელს, როდესაც თანამშრომლობდა სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან. თუ გახსოვთ, ჩვენ დავიწყეთ ელექტრონიკის სწავლება 1940 წლების შუაში და ერთ-ერთი პროექტი იყო კომუნიკაციების შექმნა. ესე იგი, ყველა არ კონცენტრირებს თავის ყურადღებას ენერგიებზე და ძრავებზე. არის სხვა რაღაცები. ახლა როდესაც იწყებ ლაპარაკს სივრცეთა-შორისო ურთიერთობაზე, კავშირებზე, ვარსკვლავთაშორისო კავშირებზე, სადაც უნდა კონდეს ურთიერთობა უზარმაზარი სივრცის გავლით, თქვენ გადიხარ სივრცეთა-შორისო კომუტატორს, რომელსაც უწოდებენ ცნობიერებას ლოკალურ გაფართოებულ უსაზღვრო ფორმატში. ამიტომ ვეუბნები ადამიანებს, რომ საოპერაციო სისტემა უცხოპლანეტელებთან ურთიერთობის ან რაღაცისთვის დაკავშირებულია ამ ცივილიზაციებთან. ეს არის სიღრმისეული, ეს არის მეცნიერების სიღრმისეული გაგება, ცნობიერებასი და წერტილი. მე სულ დამცინოდნენ ამ ჩემი გამონათქვამის გამო. ფიქრობდნენ, რომ მე ვიტყუებოდი. ჩემთვის სულ ერთია. მე თითქოს დაძღული ვარო იმისგან, რაც გინდათ ჩემზე იფიქრეთო. ბოლო 34 წლის განმავლობაში მე ყველანაირად მიწოდებნენო, ყველანაირ სახელს მიწოდებნენო. როდესაც ისინი ლაპარაკობენ ამ პროგრამაზე, ეს ყველაფერი ამოდისო ზედაპირზე და ტრიპს სიუნიკაზეო. მე მინდა თქვენ აგიხსნათ სხვაობა, ისინი დიამეტრულად არიან საწინააღმდეგო. მე ვუთხარი ამ ჯერტომეთ, მე რომ რაღაც ამდაგვარი მქონდეს, მე ნამდვილად მომკლავდნენ. მე არ ვფიქრობ, რომ ადამიანის უმრავლესობა ცნობიერების ამ დონეზე იმყოფება, რომ ემართა ამ ტექნოლოგიით, რომ ქონოდა ეს ტექნოლოგია და რომ სტუნებას ვერ გაუძლებენ და სეკურელია გამოიყენებენ თუ საქმეებში. რადგან ეს ძალიან ძლიერი ხელსაწყოა. დაიწყეთ ხელოვნური ინტელექტი. ეს იქნებოდა როგორც მეგასტეროიდები. ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობამ ცნობიერების რაღაც ევოლუციური ეტაპი უნდა გაიაროს, უნდა დადგეს უფრო მშვიდობის მოყვარული. მე არ მინდა გამოვიყონა ასეთი ძველმოდური სიტყვები, როგორც ალტრუიზმი და პირადი ინტერესი. მე მაგალითად შეძლებდი ამის მიღწევას და ზიანს არავის მივაყენებდი, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. თუ გაითვალისწინებთ, რომ ადამიანების 12% არიან სოციოპატები. მათ შორის არიან ბევრი ფსიქოპატები, რომლებიც ხდებიან ლიდერები, დიქტატორები, ხელმძღვანელები, კომპანიებისა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არც ისე კარგი იდეა. მეახლოებით ერთ წელში, იმ 1991 წლის შემდეგ მე შეხვდი ერთ ჯენტლმენს, ის დიდი ხნის გარდაცვლილია. Alpha Metric Corporation არის თურმე ასეთი ტექნოლოგია და კომპანია, რომლებმაც ეს ტექნოლოგია იყიდა, იყო როგორც დასამალი, ეგრეთ ვთქვათ, კომპანია თერეუსი, რომელიც იმალებოდა ამ ვითომ კომპანიის სახლის ქვეშ, ხო, Alpha Metric Corporation. ეს იყო 1956 წელს. მე იმის მინდა, რომ მათ შეუძლიათ ჩანაწერების წაშლა და რაღაც ჩანაწერები რომ იყოს, რომ იყო ჩვენამდე და რაღაც ჩანაწერები თუ არსებობს, მე ძალიან გამიკვირდებოდა. ხო, ეს ტექნოლოგიები არის წინწასული, ძალიან განვითარებული ტექნოლოგიები და ეს პროექტები ყველა არის როგორ ვთქვათ, გასაიდუმლოებული. თუ თქვენ მონაწილეობდით ერთ პროექტში, თქვენ შეგეძლო, ესე იგი, გამოგეყენებინათ ერთი სისტემა. თუ თქვენ მონაწილეობთ მეორე პროექტში, სავარაუდოდ არსებობს კიდევ ერთი ხმა სისტემა. თქვენ უნდა გესმოდეთ, თუ რა დონეზეა ეს გასაიდუმლოებული. თუ ერთი სპეციალური აგენტი
მონაწილეობს ერთ პროექტში, მას არ ეცოდინება, რა ხდება სხვაგან. მათ ეს ფიზიკურად არ იციან. ასეთ პროექტებს არ აქვთ ერთიანი ცდომა. აი, რატომ ყვებით ჩვენ თუ რას ვაკეთებთ ამ პოდკასტში. გახსნის მოზაიკაზე ყვებით. მე მინდა გავაერთიანო ეს 30 წლიანი გამოცდილებები, დაწყებული 18 წლის ასაკიდან და მინდა წარმოგიდგინოთ ეს დიდი მოზაიკა, ეს უზარმაზარი მოზაიკა. დადგა დრო, ყველაფერი გავაერთიანო, ყველაფერი ერთ მოზაიკაში გამოვაჩინო. ერთი სურათი დავხატო. ამაზე თქვა. რადგან ეს ყველაფერი გამოვა გარეთ. უნდა იყოს კონტექსტი და გაგება და გაფრთხილებაც უნდა იყოს იმისი, თუ რისი გაკეთება არასასურველი მომავალში. 1992 წლის ჩვენ წარმატებულად მოვიწვიეთ. ეს იყო დიპლომატიური მოწვევა. მოდით ლინგვისტიკაში გავერკვეთ. თუ თქვენ იძახებთ ვინმეს, მაგალითად დვარეცკის, რომ მან რაღაც მოგიტანოთ, ჩვენ მათ არ ვიძახებთ ასეთნაირად. ჩვენ მათ არ ვურეკავთ და ისინი არ მოდიან ჩვენი დაძახებით. ეს არა დიპლომატიურია, ეს დამამცირებელია, ეს უპატივცემლობა და საწინააღმდეგოა იმის, როგორც ჩვენ ვექცევით საკონტაქტო ჯგუფებს C5-დან. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ეს გატაცება არაა. ეს როლა არაა მათ მიმართ, მათ წინააღმდეგ. ელექტრომაგნიტური იარაღით, არც მათი ტექნოლოგიების დაპყრობა, არც ცოცხალი არსებების დაკავება, არც მათი მკვლელობის ამბავია და არც მათი ბაზებზე განწესების ამბავი. ეს არის დიამეტრიულად საწინააღმდეგო მოქმედებები, იმასთან შედარებით თუ რას აკეთებენ საკონტაქტო ჯგუფები C5-დან. მე მინდა რომ ეს იყოს გასაგები. მე ამას კიდევ სამჯერ გავიმეორებ ამ პოდკასტის მსვლობის პერიოდში და ადამიანებს შეუძლიათ ადვილად არიონ ეს ორი გაგება ერთმანეთში. სინამდვილეში ეს ყველაფერი იმყოფება საწინააღმდეგო პოლუსების მხარეს. მიდან განსხვავებით თუ ჩვენ რას უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას. ერთი ეს არის კინეტიკური, მილიტარისტული, აგრესიული, ფსიონური იარაღის გამოყენებით. ხომალდზე შეტევა და მისი მართვის სისტემის დაპყრობა. ერთ წუთში მე ამას დავუბრუნდები. მე მესმის ეს როგორ მუშაობს. გადაადგილება მათი სამგანზომილებების სივრცეში, დამისნება და გაცროვა იარაღიდან. სასურველია რომ ისინი იყვნენ დაუზიანებელი, რომ შემდეგ შეისწავლო. ზოგჯერ ეს ადამიანები იღუპებიან, ზოგჯერ მათ იჭერენ ცოცხლებს, იტაცებენ ნანო ტექნოლოგიურ დრონებს, რომლებიც არ არიან დედამიწის ძირი მცხოვრებლები, მაგრამ ძალიან წინწასულები არიან, ძალიან განვითარებულები არიან. მე საუბრობდი ამ ნანიზე, ნანო ბიოლოგიურ ტექნოლოგიაზე, როდესაც შეიძლება შექმნას ცოცხალი ფორმა, რომელიც ფუნქციონირებდეს იქნება. და ორივე ცივილიზაციას აქვს ისეთი დრონები, რომელიც უსაფრთხოებას იცავს საიდუმლო პროგრამებსაც. აი ზუსტად ეს არსებები, რობოტები ყავდებიან ადამიანის გადაცემით. ზოგი მათგანი მოუხერხებლები არიან, ზოგი კი ადამიანებს გავლარიან. მე ამაზე საუბრობ 90-იანი წლებიდან. უცხო პლანეტელები, რომლებსაც ხშირად ხედავენ ამ ხომალდებზე, ხშირად იღუპებიან ან ტყვედ ვარდებიან. სპეცნაზელი ბიჭები მე მეუბნებოდნენ, სპეცნაზელ ბიჭებს ხშირად უთქვამთ, რომლებიც იყვნენ ამ ბაზებზე, რომ უმრავლესობა დღემდე იმყოფება ტყობაში. გულისხმობს უცხო პლანეტელებს და ამას უწოდებენ ეფიმიზმს. მათ დევნილებსაც უწოდებენ, არა, ისინი არ არიან დევნილები. ისინი არიან ტყვედ აყვანილი და არიან პატიმრები ამ აგრესიული სამხედროელების და კორპორატიული პროგრამებისა. ისინი უნდა განთავისუფლდნენ და ჩვენ სპეცნაზელების ჯგუფთან ერთად მუშაობთ ამ საკითხზე, რომელზეც მე შემიძლია რაღაც გითხრათ. ახლა C5-ის კონტაქტი
ამ C5 ჯგუფის მიზანი არ არის პირადი მიზნები. ეს იმისთვის არა, ნათქვამი რომ თქვენ დაიცვათ მათი ტექნოლოგიები და გამოიყენოთ ტექნოლოგიები, მათივე უცხოპლანეტალური ტექნოლოგიები უცხოპლანეტელების წინააღმდეგ. როგორც ამას აკეთებდნენ სამხედრო ელები და კორპორატიული პროგრამები 70 წლის განმავლობაში. ჩვენი მიზანია დავამყაროთ სამშვიდობო კონტაქტები და აღვადგინოთ ურთიერთობა, მშვიდობიანი ურთიერთობა ჩვენი ცივილიზაციის და მათ ცივილიზაციის შორის, რომლებიც ბევრია. სხვადასხვა კოსმოსური ცივილიზაციები არსებობს და მათ შორის ძალიან ცოტა ვით ჩვენ ჩამოვგავთ. ჩვენ უნდა ვიაროთ წინ მშვიდობიანი ეპოქისკენ. აი ჩვენი დივიზია რატომაა ერთი სამყარო, ერთი ერი. მშვიდობა შეგულისხმება ერთიანი მშვიდობა კოსმოსის ჩვენი პლანეტის და მთლიანობაში კოსმოსური სამყაროს ჩათვლით. ერთიანი მშვიდობა უნდა დამყარდეს. ჩვენი მიზანია შევიქმნათ მომავალი, რომელშიც ჩვენ გვექნება ტექნოლოგიები, ჩვენ ეს ტექნოლოგიები უკვე გვაქვს, ჩვენ არასავალდებულოდ ჩამოვაგდოთ მათი საფრენი ხომალდები, იმისთვის რომ პლანეტა ავამუშავოთ ნული წერტილის დახმარებით თავისუფალი ენერგიის გამო დაბინძურების გარეშე ერთი შთამომავლობის შემდეგ ჩვენ სამუდამოდ გავაქროთ სიღარიბეს ტანჯვებს, შევქმნით სამედიცინო ახალ ტექნოლოგიებს და ბევრ სხვას. ჩვენ არ გვჭირდება უცხოპლანეტელების მოკლა ან უცხოპლანეტელების წყვეტაყვანა. ჩვენ არ გვჭირდება მათ ხომალდეების გატაცება, მათი ენლოსი და მით უმეტეს არ გვჭირდება იარაღის გამოყენება იმისთვის, რომ ჩამოვაგდოთ მათი ხომალდეები. ეს არა სწორი მიდგომა. ეს ამორალურია, ეს ამორალური საქციელია, ეს საშიშია. ახლა მინდა გითხრათ მნიშვნელოვანი რამ ეს თქვენ გაგანერვებთ. შეიძლება თქვენ ამ ღამით კარგად არ დაგეძინოთ. მე დიდი ხანია ეს ვიცი, მაგრამ ამ 2 წლის განმავლობაში მე მომაკითხეს 3 სხვადასხვა ადამიანმა, რომლებიც მუშაობდნენ გასაიდუმლოებულ კავშირების ცენტრში და მაგათმა მითხრესო, რომ მათ ჩაუვარდათო ხელში მესიჯი, რომ მათ მობეზრდათ ცდილობები, ადამიანების ხვხრიდან ჩამოაგდონ, მოკლან, დაიპყრონ და მათ მიერ იხმარონ ძალა. კინეტიკურად ეს არის კიდევ ერთი ეფემიზმი, სამხედრო ეფემიზმი, უბრალოდ კინეტიკური, რაც ნიშნავს სხორპლს და დამაგრებელ სიტუაციას. და პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ გვაქვს წინ წასული განვითარებული ტექნოლოგიები, ფსიონიური და ტექნოლოგიურად განვითარებული ტექნოლოგიები. ჩვენი ესე იგი დამუშავებული შექმნილი ტექნოლოგიები, რომლებიც ნეხილიტის ტექნოლოგიებისგან არაფრით არ განსხვავდება. ეს მე როგორც გავიგე ამ ვიდეოდან, ნეხილიტი არის უცხოპლანეტარული ხომალდე ალბათ ან კომპანია, მაგრამ ჩვენი დედამიწური არა მე მგონი. მაგრამ ჩვენ ამ ტექნოლოგიებს ვიყენეთ აგრესიულ გარემოში, რომ მივიღოთ მეტი და მეტი მათი განვითარებული ტექნოლოგიები. ეს კი ისა, რაც სურთ ყველა მილიარდელებს, რადგან ისინი ფიქრობენ მხოლოდ ერთ მიმართულებით. როგორ გახდნენ ტრილიონერები, თუ შეხარ უკვე მილიარდელი. ეს ერთადერთი რაც მათ აწუხებს. ეს ცივილიზაციები კოსმოსში ისამდე არიან გამძღარი და მომეცნება გავარკვიო, რომ ეს არის გაფრთხილება და საფრთხე. თუ ჩვენ გავაგრძელებთ მასზე, შევიქმნით საშიშროებას მშვიდობიანი ცივილიზაციების
მიმართ კოსმოსში და სხვა ტრანსმერულ ცივილიზაციებთან, რადგან ეს მიუღებელია. ამიტომ ჩვენ ვიმყოფებით კრიზისში და ჩვენ უნდა ვნახოთ ამ კრიზისიდან გამოსავალი გზა. და ჩვენ ამ კრიზისიდან იმ შემთხვევაში გამოვალთ, თუ ვარს ვიტყვით ამ აგრესიული იარაღის გამოყენებისგან. მე რჩევა მივეცე ახალ პრეზიდენტს და ახალ კონგრესს დაუყოვნებლივ შეწყვეტონ ამ სისტემების გამოყენება, რომლებიც დამისნულია ამ ხომალდების გასანადგურებლად, ძალადობრივი მოქმედებიდან გამომდინარე, არამშვიდობიანი მოლაპარაკების დროს. ამიტომ ჩვენ უნდა ავიღოთ ეს იარაღი, ეს ხანჯლები და გადავაქციოთ ის გუთნად, მშვიდობიან გუთნად. ჩვენ უკვე მოახდინეს კოპირება მათი ტექნოლოგიებისა და ეს უკვე გრძელდება 70-80 წელი. ჩვენ არ ვჭირდება ველოსიპედის აღმოჩენა და შექმნა. ჩვენ გვჭირდება უკვე არსებული ტექნოლოგიების გახსნა. საჯაროდ გამოტანა მათი, რომლის გამოყენება შეიძლება სამშვიდობო მიზნებში. არა მხოლოდ იმათი, რომლებიც დაფრინავენ, არამედ იმათიც, რომლებიც ენერგიას გამოიმუშავებენ. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ერთი ძველი პროგრამიდან გადასვლა მეორე ძველ პროგრამაში, რომელიც იქნება ისეთივე შეცდომითი, როგორც გამოიყენოთ ძალადობრივი და აგრესიული ტექნოლოგიები. მეტი არ უნდა მოხდეს, არასდროს არ უნდა მოხდეს ტექნოლოგიების, უცხოპლანეტარული ტექნოლოგიების ძალით დაპყრობა, გადაცება. და მეტი არ უნდა ხდებოდეს მათი განადგურება ელექტრომაგნიტური იარაღით. ეს უნდა შეაჩეროს პრეზიდენტმა თავისი მითითების გამოქვეყნებით ხელმოწერით კონგრესის მიერ ხელმოწერილი საბუთით უნდა მოხდეს პრეზიდენტის უკას კარგი ასე ვთქვათ, პრეზიდენტის მიერ გამოცემული საბუთის დოკუმენტის, პრეზიდენტ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის აღსრულება უნდა თვალყური ადევნოს ამ აღსრულებას კონგრესმა და მათ კონტროლს გაუწევენ ბიჭების სპეციალისტები, რომლებიც ჩამოშორდნენ მაგ ორგანიზაციას და არიან ახლა მთავრობის მხარეს, უფრო სწორად ამ გახსნის მხარეს და მზად არიან გააკონტროლონ ყველა ნაბიჯები. არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა საზღვარგარეთ. მე ამ საქმეში მონაწილეობ, მე ვეხმარები მათ, მე ინსტრუქტორს ვუტარებ მათ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ მოქმედება. მეგობრებო, ჩვენ ცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ისინი ვერ იმოქმედებენ, სანამ პრეზიდენტი და კონგრესი ამისნებას არ მისცემენ. სხვანაირად გამოვა, რომ ისინი იმოქმედებენ უკანონოდ. მათ კიდე არ უნდათ უკანონოდ იმოქმედონ. მათ უნდათ იმოქმედონ კანონის ფარგლებში, კონსტიტუციის ფარგლებში. ამიტომ ჩვენ უნდა მივწეროთ ჩვენ ლიდერებს, რომ მაგათმა ხელი შეუწყონ ამ დოკუმენტის მიღებას. არის კაცობრიობის მეორე ნაწილით, რომლებიც მიისწრაფიან სულიერობისკენ, რომელსაც უნდათ განვითარდეს ცივილიზაცია, რომელიც არ არის დაფუძნებული ომებზე, კონფლიქტებზე და ასე შემდეგ. აი ზუსტად ასეთ ადამიანებს ეძებენ უცხო პლანეტელები. ასეთ სულიერად ისე დედამიწის კაცობრიობის ისეთ ნაწილს ეძებენ, რომლებიც მიისწრაფიან სულიერ განვითარებისკენ. კლინტონის დროს მე მირჩიეს შემექმნა დახურული ელიტური ჯგუფი. ელიტური დარტყმითი ჯარი და მე მოქმედა მხოლოდ არჩეული ხალხის დახმარებით, რადგან იქნებოდნენ იქ გავლენიანი და მდიდარი ხალხი და მხოლოდ მათ უნდა ემართათ ამ ყველაფრით და ქუჩი დამოსული ხალხს არანაირი პრივილეგიები არ იქნებოდა. მე ვარი ვუთხარი. მე ვუთხარი არა. ეს უნდა იყოს რაღაც, რაც კაცობრიობას აიძულებს
იმ მიმართულებითია, რომ რაც მას მოუტანს მშვენიერ მომავალს. წამყვანი ეკითხება სტივენ გრილს. ბატონო სტივენ გრილ, თქვენ ახლა თქვით, რომ უცხო პლანეტელებმა საზღვარს, ესე იგი სილის სანაპიროზე საზღვარი ხაზი გადაუსვენს, მოთმინების ხაზი. და ადამიანები ფიქრობენ, რომ სხვანაირად. აი, მოვლიან უცხო პლანეტელები, ჩვენ არაფერს გაკეთება არ მოგვიწევსო, თვითონ ეს უცხო პლანეტელები გააკეთებენო და თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? სტივენ გრილი პასუხობს, ხო, უცხო პლანეტელების გარედან ჩარევა არის ვარესი სცენარი, ყველაზე ვარესი, რადგან კაცობრიობის ბუნებაში უკვე ჩადებულია, რომ ეს იქნება ძალადობრივი შემოჭრა, უცხო პლანეტარული შემოჭრა. უყურეთ ფილმს სამყაროების ომს, უყურეთ ფილმს დამოუკიდებლობის დღე. ეს ფილმები გვანახებენ თუ როგორ აღიქვამდნენ იქნება უცხო პლანეტელებს, თუ ისინი თავის თავს გახსნიან. მაგრამ ამის გარდა ყველას უფოლოგების გარდა იყვნენ დაწყობილი იმაზე, ესე იგი იყვნენ განწყობილი უბრალოდ მაპატიეთ იმისკენ 50-ან 60 წლებში, როდესაც ჩვენ ავითვისეთ გრავიტაციული კონტროლი და როდესაც შექმნით ჩვენი საფრენი აპარატები, უცხო პლანეტარული რეპროდუქტული მანქანები. ჩვენ დავიწყეთ ექსპერიმენტების ჩატარება, ტრავმებით და გადაცემებით აფრიკაში სოფლების აფეთქებით, სამხრეთ ამერიკაში სოფლების აფეთქებით აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში. რაც ჩვენ გახსნით, აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ესე იგი მიიყვანა იქამდე საქმე, დაიწყეს უცხო პლანეტელების მიმართ აღთქმა, როგორც ტრული ძალები, რომლებსაც უნდა დედამიწელების დაპყრობა. მაგრამ ბიჭების სპეცნაზიდან ამბობენ, რომ ეს ასე არ არის, რომ მათი ურთიერთობა კონტაქტის დროს უცხო პლანეტელებთან იყო მშვენიერი. პრობლემა ისაა, რომ ფართო პუბლიკას გამოურეცხეს ტვინები, რადგან ფსიქოლოგიური ოპერაციები, ცნობილი როგორც ფსიოპერაციები, რომლებიც ტარდებოდა 50-იან წლებში, რომლებიც ახლა გრძელდება 65 წელზე მეტი, მათ ჰქონდათ 2 საუკუნეზე მეტი, რომ ადამიანების ტვინში ჩაედოთ, რომ უცხო პლანეტელები არიან დემონური, აპრიორები, ისე რა ქვია, აგრესიულები. მათი ნდობარ შეიძლება, რომ ამ უცხო პლანეტელებს ჩვენი დაპყრობა სურთ. რა ხდებაო ახლა? როგორც იცით, დედამიწაზე არის მილიტარისტული სახელმწიფო. ჯერჯერობით კაბალა არის და ვთქვათ ასე კაბალის გარშემო. მათ უნდათ ახლა, რომ ადამიანები დაშინებული იმით, რომ უცხო პლანეტელები უნდა ჩვენი დაპყრობა და თუ ისინი გამოჩნდა, მაგალითად, ან მოახდენენ იმპროვიზაციას გააკეთებენ პროექცირებას, რომ თითქოს შემოიჭრა უცხო პლანეტელები. არადა, რადგან დედამიწელებს აქვთ უკვე მექანიზმები, ეს ხომალდები და დრონები და ამდაგვარი, რაც იმ დონეზე განვითარებული, როგორცაც უშვებენ უცხო პლანეტელები, ხალხი გაერთიანდება ამ მილიტარისტული სახელმწიფოს გარშემო. ამ უცხო პლანეტელების წინააღმდეგ. ამისკენ იდის მათი მთელი ეს წლების მუშაობა. და ამაზე არის დახარჯული $3 ტრილიონი ამ მათ მახინაციებზე, ამ მათ სტრუქტურებზე, პროგრამებზე, რომლებიც ყველა ეს იყო გასაიდუმლოებული. ამიტომ უნდა მოხდეს ადამიანების მასიური გამოღვიძება. ძალიან დიდი რისკია ინფორმაციის გახსნა იმაში, რომ და უმცირესობის აზრი იქნება ის, რაც მე აქამდე ვთქვიოდა, უმრავლესობის აზრი იქნებაო, აი მათ ამ უმრავლესობას გამოურეცხეს ტვინები და ისინი იწამებენ უარეს ვერსიას, რომ იქნება დაპყრობა, განადგურება, რომ აგრესიულად შემოიჭრებიან უცხო პლანეტელები და ყველას ამოხოცავენ. ხან ძლივი გეგმაში შედიოდა შეეგროვებინათ ეს
ხელოვნურად გაკეთებული ხომალდები, რომლებიც ჩამოგავს ნამდვილ უცხოპლანეტარულ ხომალდებს და რომლესაც იყო დახარჯული 3 ტრილიონი დოლარი, Lockheed Skyward, Northrop Grumman, Raytheon, Sykes, ეს ყველა ალბათ კორპორაციების დასახელებაა, რომელიც მათ ეკუთვნით. და ბუსალი ხემელდი და ეგოიჯი, ყველა ეს უზარმაზარი უდიდესი კორპორაციები, პადრაჩიკები ამისი საიდუმლო პროგრამების ამ საიდუმლო პროგრამებში ამ 70-იან 80 წლებში მათ წაიწიენ მნიშვნელოვნად წინ გარღვევაც კი მოახდინეს, რომლის წარმოდგენაც კი თქვენ არ შეგიძლიათ. ერთმა ინსაიდერმა გვამცნო ჩვენ, როდესაც მე ბრიფინგს ვატარებდი, 1997 წელს იყო წაყვანილი ოტელიდან წინადღით, რომის არ შეხვედროდა კონგრესმენებს და გაყვანილი იქნა ვირჯინიაში ჭყალებში უსაფრთხო ადგილას, მაგრამ მანამდე ის შეხვდა ჩვენ და გვითხრა, იყო კომიტეტში, სადაც შეიძლებოდა ღილაკებზე თითის დაჭერა. ეს იყო 1974 წელს. ის იყო ამ კომიტეტში 50 წლის უკან. მან გვითხრაო, ჩვენო შეგვეძლო, ესე იგი იმ კომიტეტში, სადაც ის ინსაიდერი მუშაობდა, ყოფილა რაღაც ღილაკები, ხო და ჩვენო შეგიძლიაო ყველა ღილაკეს ხელი დაუჭიროთო და ცაში გამოჩნდებაო ხელოვნური ხომალდებიო, უცხოპლანეტარულს რომ გავს ისეთი ხომალდებიო. ხელოვნური რატო ქვია? დედამიწაზე გაკეთებულს აწყობილს ქვია ხელოვნური. ვერავინ ვერ გაიგებს, სად არიან ისინი განლაგებული და ისინი დაიწყებინო ძალადობრივ მოქმედებებს და ასეთი მოქმედება გაასრულებსო მთელ სახელმწიფოს, ამერიკის მთავრობასო და სხვა ქვეყნის სახელმწიფოებსაც. ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი არჩევნებამდე, ის გულისხმობს დრონებს, რომელიც დაფრინავდა. ამ დრონების გაშვებით ისინი მაგათმა მიანიშნეს, რომ ეს არის გაფრთხილება, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერს აშვება ცაში, რისი გვინდაო. არა, ეს სიცურვილი არ არის. ჩვენ ვიცით ისინი რაზე არიან წამსვლელები. მე ვხედავდი ამას, აი რაში შედგება საჩივრება. მოდი დაუბრუნდეთ იმას, რაზეც მე ვსაუბრობდი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლანდელმა ადმინისტრაციამ, რომელიც იწყებს მუშაობას და ახალმა კონგრესმა მალევე მიიღონ დირექტივები, რომ ხელში ჩაიგდონ ის შესაძლებლობები, რომლის გამოყენება შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს. რატომ და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ის ხალხი მოაწყობს პროვოკაციას. ზოგმა დაარქვა ამ პროექტს ცისფერი სხივი. მე არასდროს სმენია ეს ტერმინი არც ერთ კანონიერი ოპერატიკები ვაპატიეთ სამთავრობო მუშებისგან. არის ეკითხება, წამყვანი არის რამე დასახელება, რამე პროგრამის, რაც თუნ არის სტივენ გრირი ამბობს, რომ არაო. წამყვანი ეუბნება სტივენ გრირს, რომ დოქტორ გრირ მე დამჩა ერთი შეკითხვა, რაც ეხება CD5-ს. ვინმე დაშავდაო C5-ის გამოყენების დროსო. სტივენ გრირი პასუხობს, არა, თან იცინის. იცით რაო, ერთი რაღაც არისო, ერთი პირობა, როდესაც სპეცნაზის წარმომადგენელი ასრულებსო რაღაც ვიწრო კვალიფიცირებულ დავალებასო, მას არ ეცოდინებაო ყველაფერი რა ხდებაო. თქვენ არ გექნებათ ცდომა ყველა ინფორმაციის მიმართ. მე მომიწია ამ ინფორმაციების ერთ ინფორმაციაში გაერთიანებაო, მომიწიაო 1000 ინფორმატორის გამოკითხვა. თან მე ვიყავი ობიექტებზე და ყველაფერს ამათ ჩემი თვალით ხედავდიო 34 წლის განმავლობაში. არა, და ტრამები, რომელიც იყო მიღებული, იყო მიყენებული ტექნოლოგიებით, რომელიც რომელსაც ჰქონდათ მასკირება უცხოპლანეტელების ხომალდების ქვეშ. ესე იგი, რომ ადამიანებს გქონოდათ წარმოდგენა, რომ მათ ზიანი მიაყენეს უცხოპლანეტელებმა და უცხოპლანეტელები არიან აგრესიულები. ან თქვენ არიცით ეს რა არის, თქვენ მოდით რომ რაღაცა წამოგიღოთ.
არ მინდა მე ისევ მოყვეო კეშა ლანდრელის მოვლენა, ესე იგი დედამიწელებმა, მე მოკლედ მოგიყვებით ამას. დედამიწელებმა ეს წინა პოდკასტში იყო მგონი, დედამიწელებმა შექმნესო ვითომ უცხოპლანეტარული ხომალდი, რომელიც ძრავა იყო ატომურ ენერგიაზე შექმნილი და მოხდა ავარია. ეს ადგილი კეშელემი, ხო, აქ მაგით მიდიოდა ბებია, დედა და 5 წლის ბიჭუნა. და როცა მოხდა რაღაც ავარია, ის რადიოაქტიური ნარჩენები გადმოცვინდა და დაეყარა ამათ თავზე. მაგრამ ამათ წარმოდგენა არ ქონდა ეს რა იყო. Stephen Greer ამბობს, რომ ეს იყო ხელოვნური მოვლენა. და უცხოპლისა საიდუმლო სამსახური იყო მოხარული, რომ ხალხი, რომლებიც ამაში ვერ ერკვეოდნენ, უბრალოდ ლაპარაკობდნენ, რომ ეს იყო უცხოპლანეტელები. ეს არ იყვნენ უცხოპლანეტელები. ხომალდზე იჯდა 4 ადამიანი ფრინავი. ასე რომ ადამიანებმა უნდა გაიგოთ, რომ გადაცემები, ტრავმები, ყელობა ცხოველების ექსპერიმენტები, წამებები, ეს ყველაფერი ხდება. ამის ჩადენა ხდება ადამიანების მიერ. ამას ყველაფერს აკეთებენ ადამიანები უცხოპლანეტელების ზურგის უკან. ნუ ეგრეთ წოდებული ვითომ უცხოპლანეტელების მასკების ქვეშ. ნებისმიერი ვინცაც კონტაქტი ქონია უცხოპლანეტელებთან, ენლიოსთან, ამ სპეციალისტები ბიჭების ჩათვლით, მათზე ლაპარაკობენ კარგად. მოდით ამას შევხედოთ სხვა მხრივ. მე კონტაქტობ უცხოპლანეტელებთანო, ამბობს სტივენ გრერი 51 წელი. არასდროს მიმიღია ტრავმები და არასდროს უსიამოვნო სიტუაციაში არ ჩავარდნილვა. მე ვიყავი ექსპედიციაში 1000-ობით ხალხთან ერთად მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვქონდა ყველაზე კარგი შტაბ-ჭირება. არავინ დაზარალებულა, მაგრამ ბევრი ადამიანი განიკურნა. თქვენ ნანახი გაქვთ ფილმი ახლო კონტაქტები მეხუთე დონისა? ხო, სტივენს ყოლია მეგობარი, რომელსაც ჰქონდა პრობლემები სმენასთან, აპარატითაც კი უჭირდა სმენა. უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შემდეგ მას ვაჩვენეთო აი ეს ნახატი. კურნალი. და ეს ჩემი მეგობარიო აგრძელებდა მთელი ღამე კონტაქტს ამ არსებასთან. და მეორე დილას ის გაიხვიდა სრულიად გამოჯანმრთელებული. ის იქ არ მისულა იმისთვის, რომ გამოჯანმრთელდეს, ის უბრალოდ იყო იქ როგორც ელჩი. ჩვენ ასეთ ადამიანებს ვეძახით სამყაროს ელჩებს. მაგრამ მას მოუწია დასაწოლად წასვლა და მის წინ გამოჩნდა წითელი ფერის პატარა სფერო. მან იკითხა, არ შეგეძლოთ თქვენ რამის გაკეთება ჩემს სმენასთან და სმენის პრობლემა მაქვს და რამე არ შეგეძლოთო გააკეთოთ. მე უბრალოდ არ მისის, რასაც მეუბნებაო დოქტორ სტივენ გრერიო და რასაც ამობინო ჯგუფში. მეორე დილას მან გაიხვეწა სრულიად ჯანმრთელი. მე შემიძლიაო 1000-ობით ისტორია მოგიყვეთო. ახლო კონტაქტების მონაწილეები ხშირად განკურნებას კი არ ღებულობენ, მაგრამ პირად მიზნებსაც არ მისდევენო. თუ მათ სულთა გული აქვენო და ისინი კავშირში შედიანო ამ არსებებთან, მათ უმჯობესდებაო სმენა. ჩვენთან იყო ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ რამდენიმე ოპერაცია ზურგზეო ჩატარებული და ის სულ იტანჯებოდა ქრონიკული ტკივილებისაგან. და ჩვენ ვიყავით წრეში, სადაც მედიტაციას ვატარებდით. გამოჩნდა მშვენიერი არსება სხვა განზომილებიდან, რომელმაც ეს მოსახლეობა ამ მოსახლეობას მიუახლოვდა და მას იმ ღამით მეტი პრობლემა ზურგთან დაკავშირებით არ ქონია. ჩვენ მყავდა ერთი წევრი, რომელსაც ტკიოდა მუხლი. ერთხელ ღამით, როდესაც ჩვენ ვიყავით ჯოშუა სამში რამდენიმე წელი, ეს მოხდა რამდენიმე წლის უკან, ის იყო თავის ოთახში. იმის შემდეგ, რაც ჩვენ დავლიეთ თითო ჭიქა ხოინო, მეგობრულ შეხვედრაზე, ჩვენ წვეულებებს ვატყობთ 3-4 საათზე შუაღამეს და მან ერთხელ მითხრა, რომ ჩვენ სახლში შემოვიდა 2 უცხოპლანეტელი.
შეგიძლიაო ნახო ფოტოზე ისინი სადაც ილარიანო ჩვენ სავარგლებში. ჩვენ შევედით სახლში, რადგან ცრიოდა ქუჩაზე, ჯოშუას სამში, ეს ქუჩის დასახელება ყოფილა, იყო 18 გრადუსი და უცებ ამოვარდა სიცივე. იმ ღამით მან თქვა, რომ ტელეპათიურად დაუკავშირდა ამ უცხოპლანეტელებს და ჩაილაპარაკა, როგორ მტკივა მუხლი. და მის კარის წინ გამოჩნდა 3 ცისფერი სფერო, პატარა სფერო. ისინი შემოვიდნენ, შემოცურდნენ და ის ესე იგი გაითიშა, ჩაიძრა თითქოს ნარკოსში ყოფილიყო. მან თქვა, რომ უბრალოდ დაწოლა დაიძინა და როდესაც გაიხვით და მეორე დილას მათ რაღაც მოუხერხეს მის მუხლს და მუხლი მოურჩა. ასე რომ მე შემიძლია მოგიყვეთ კიდევ ისტორია, დრო არ აქვს რომ ყველა ისტორიები მოგიყვეთ. მე მახსოვს რომ უნდა მოგდარიყავი 1997 წლებში. სისტემა რადიოაქტიური ესე იგი ბრძოლისა შედეგად სისტემა რადიოაქტიური ბრძოლის შედეგად მე გამივითარდა სტატისტიკური სიმსივნე. ამას ამბობს სტივენ გრირი. მაგრამ მე გამოჯანმრთელდიო. მე ახლა აქ ვარ, ხო? იმ დროს ეს იყო სასიკვდილო სიმსივნე. იმ დროს, ხო? ადამიანებს ვეუბნები, რომ ჩვენ ყველათ არ ვართ აქ. ყველა უბრალოდ არ ვართ აქ.